შიგნაკრავი პრემიერი ყავს ქვეყანას აბსოლუტური ისტორიჩკა ეს მართლა სვეტლანა ეს რო შეხედავ რუსეთის კგბ-ს აგენტი ორჯონიკიძის სახელით შეტანილი უკვე საქართველოს ისტორიაში ირაკლი კობახიძეს მიმართავ კახი კალაძეს უთხარი ეგ რომ ხალი ხალია და კაცი კაცია ოხანაშვილს გააცანი ეგ ანდრე ოხანაშვილმა იცის რომ ხალი ხალია და კაცი კაცია რუსთავიორში რომ ვიღაც დირექტორი დანიშნეთ მაგას უთხარით ბაკურაძია თუ ვიღაცა ანუ მაგ ხალხთან შეთანხმებული ხარ ვერ გავიგე მართლა ბოლოს და ბოლოს როდემდე დავიგუბოთ პირში წყალი და კაცო გვესვრიან ქუჩაში და ეხლა თქვენ რა გონიათ ეს ამდენი დღეა რომ მე ვთქვი რომ გომელაურს გადააყენებენ ორ დღეში გადააყენეს თქვი რომ რიჟვაძეს ესე აკაჩავებენ კლაუდნენ თქვი რომ ბიზნეს არ ეკეტებენ ზარალა გაიხსენეთ ჩხაიძე გაიხსენეთ ის გაიხსენეთ სკინტას იმაში რომ გაიგა პაპაშვილი მაგაზებს ვთქვი რომ ესე იგი მდინარაძე აკაჩავებდა მოიცა არ ახდა რომელიმე ერთი არ ახდა აი ერთი რომელიმე არ ახდა ამიდან გამომდინარე ესე იგი ეს რა ქვია კობახიძე აკეთებს განცხადებას პლუს ამას ვიღაცა წერს როიცა შენ მოკლავენ რაღაცა გესვრიან არ გეშინია ვაიმე თქვენ გაჭირვებულებო თქვენ ვინვის ესვრის და ვინვის მოიშორებს ამ ქვეყნიდან ამასაც ნახავ და სადმე აქვთ ინფორმაცია სადაც იციან რომ აუცილებლად გამჟღავნდება და ვისაც არ ეშინია ამ ინფორმაციების გამჟღავნება კი ბევრი რამე ვიცი იმიტომ რომ არ არსებობს ინფორმაცია ვინმეზე არ თქვა თუ რა თქმა უნდა სიმართლე არ არსებობს ეგეთი ეხა მე წუხვარ მაგრამ ძალიან ბევრი ვიცი პირში წყალი რო აქვს დაგუბებული და ვერ ილაპარაკებს ვერც ხარებაზე ვერც ლილუაშვილზე ვერც ღარიბაშვილზე ვერც რიჟვა ვერ ილაპარაკებენ სამწუხარო რეალობა გვაქვს ხალხო და მოიცა მათ შორის პირველი ვიყავი ვინც ლილუაშვილი ამხილა ტრანსნაციონალურ დანაშაულში კოლ-ცენტრების იმაში რა ქვია მფარველობაში და პირველი ვიყავი ასევე ვინც ამხილა რომ ნარკოტრეფიკიორია ბიძინა ივანიშვილთან ერთად და ის ფარველობს ნარკოტრეფიკს საქართველოში რაზე ვლაპარაკობთ მართლა ეხლა იგივე გომელაური და იგივე ღარიბაშვილი ამიტომ კი ინფორმაციები მათ ყველაზე კარგად იციან სამდე მიიტანონ ინფორმაცია იქ სადაც ამ ინფორმაციის გამჟღავნების არავის არ ეშინია ამიტომ ბევრს ვიტყვი კიდე სანამ პირში სული მიდგას და ეხლა მაგათ თუ გონიათ რომ შემეშინდება რომ ან სადღაცა ვიღაცა დაგვხდება და გესურს ა ბათუმში არ ესვა ჩაცხრილეს ხალხი კაცო ბესპრეძელია ამ ქვეყანაში ოღონდ მართლა ისეთ მდგომარეობაში ვართ რომ იმის რა ქვია შიშის დედავატირე ორი ბიჭი მეზდება მინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ რომ სანამ პირში სული მიდგას ამა დედას უტირებ პირდაპირ გეუნები დედას უტირებ ხო იძახის ისა ზარქუა რომ აი ამას ვიზავთ ვინვის უტირებს დედას მაგას განახებთ და მართლა აი გულწრფელად გეუნებით რომ მე დარწმუნებული ვარ ამაში რომ ამას ქართველი ხალხი 4 ოქტომბერი არის ესეთი დედლაინივით რომ ჩვენ ბრძოლის ახლა რაღაცა ესე ტყავი უნდა გამოვიცვალოთ რაღაცა ნიჰილიზმი გადავაგდოთ და შეუტიოთ ბოლომდე ღმერთი ჩვენს მხარესაა სამართალი ჩვენს მხარესაა პატრიოტები ჩვენო ვართ ეს ბოდიში და ძუკნები როგორ ლაპარაკობენ პატრიოტიზმი აი მართლა არ ვიცი სიკიშია